არავის არ აქვს, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს შაბათია და ჩვენი საავტორო გადაცემით იყიდება საქართველო. მე და დათო გალეგაშვილი ვბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩვენი დღევანდელი გადაცემის ფრიად ძვირფასი სტუმარია ბატონი ბესო ახალშენაშვილი. მოგესალმებით ბატონო ბესო, სოციალური ქსელიდან ამ კაცს კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება. მე მის ბიოგრაფიულ შტრიხებს მაინც ხაზს გავუსვავ. არ შემიძლია არ აღნიშნო, რომ მისი დიდი წინაპარი იყო მედავითნე ანჩისხატის ეკლესიაში და შედგენილია ფსალმუნთა განმარტებითი ლექსიკონი გაბრიელ ახალშენაშვილისა, რომელიც მოღვაწეობდა წმინდა პოლიევქტოს კარბელაშვილის დროს. მოგეხსენებათ, რომ პოლიევქტოს კარბელაშვილი, ხუთი ძმა კარბელაშვილები ჩემი მშობლიური სოფელი ქვემოჭალიდან იყვნენ და მის გარშემო ყოფი ყველაფერი მაინტერესებდა და სხვათა შორის სწორედ ქვემოჭალის გარეუბანს აი რომ თავდება საკონტროლდე ახალშენა ქვია ამ დასახლებას, ისე რომ ჩემთვის ეს ბუნებრივია და არც გასაკვირია ეს ისტორიული გვარის კაცი ბესო ახალშენაშვილი, რომ დღეს სტუმრად არის ჩვენთან. იგი ყოფილი მოჭიდავეა, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში არის საბჭოთა კავშირის ყოფილი ჩემპიონი, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, ორჯერ პრიზიორი, შემოვლილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა თავისი ბედისცა და ასევე მე ვეძახი ხელჩართულ ბრძოლებს ბრძოლა წესების გარეშე რო დაარქვეს დღეს. სხვათა შორის ამ ბრძოლებში 6 ჩაატარა და 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. შემოვლილი აქვს იაპონია, ავსტრია, თურქეთი, ირანი და სხვადასხვა ქვეყნები. ახლა საბჭოთა კავშირზე ლაპარაკი აღარ არის დაწყებული ვლადივოსტოკიდან დამთავრებული კენიგსბერგამდე და ლვოვამდე ყველაფერი იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა შემოვლილი აქვს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემატიკა ფრიად აქტუალური იქნება და შეიძლება ზოგიერთისთვის ძალიან მტკივნეულიც იყოს, იმიტომ რომ საქმე ეხება ბესო ახალშენაშვილის კვლევით სფეროს, რომელიც შეეხება იოსებ სტალინის, სოსელო ჯუღაშვილის და ლავრენტი ბერიას მოღვაწეობას, მათ მოღვაწეობას საქართველოს მიწაწყლის დაცვის კუთხით. ასეთი პრიზმით, ასეთი წახნაგით არასდროს არ წამოუწევიათ, აი ხაზგასმით. რა თქმა უნდა, უამრავი წიგნია შექმნილი სტალინთან, ბერიასთან დაკავშირებით, მაგრამ აი რა ღვაწლი აქვთ მათ საქართველოს მიწაწყლის დაცვის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი თანამდებობები ეკავათ იმდროინდელ საბჭოთა იმპერიაში, პირველი და მეორე ფიგურები იყვნენ და აი თავისი სამშობლოს მიწაწყალს როგორ უპატრონეს და პარალელი გავავლობთ დღევანდელ ხელისუფლებასთანაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს მარტო ისტორია არ არის, ისტორია თუ დღევანდელობას არ გვასწავლის ჩვენ რა ხდება, მაშინ ყოფილა ყველაფერი აბსურდი. რამე თუ ჩვენ დიდ კლასიკოს პოეტს დაუბრუნდებით, აკაკი წერეთელი ბრძანებს დედაშვილობას მეც სარგთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო. ამაზე ძვირფასი ქართველს არ გააჩინა და ვაჟა-ფშაველა ამბობს, მიწას ტკბილია მშობლური გულს რომ ეყრება ხვიერა. ამიტომაც გადავწყვიტეთ დღეს, რომ აი ეს კაცი ბესო ახალშენაშვილი, ეს ცნობილი მკვლევარი სოციალური ქსელებიდან მოგვეწვია დღევანდელ გადაცემაში და მისი კვლევითი მასშტაბები წამოგვეწია უკვე
წინ ქართული TV-ს ტელემაყურებლისთვის და ფართო საზოგადოებას გაეცნო ის რეალობები და რატო და იმიტომ რომ ბესო ახალშენაშვილის ნაწერებს და გამოქვეყნებულ პოსტებს თუ გაეცნებით, იგი ეხდნობა უამრავ საარქივო მასალას. ის რაღაცა ზოგიერთი ზეპის სიტყვაობით და იმით რომ გამოირჩევა რაღაც ფანტაზიებით და ამ ფანტაზიებში რა თქმა უნდა უამრავი ლაფსუსია, ასეთ ლაფსუსს მე ვერ მივაგენი ბესო ახალშენაშვილის კვლევებში. იმიტომ რომ მისი კვლევები უშუალოდ ეხდნობა იმ საარქივო მასალას, სხვათა შორის ძალიან ბევრ შემთხვევაში საიდუმლო დოკუმენტებსაც იმ დროის პერიოდისთვის, რომელშიც მოღვაწეობდა ეს ორი ბომბერაზი პიროვნება, იოსებ სტალინი და ლავრენტი ბერია. ხომ არაფერს ბრძანებდით? ინტერესით მოусმენთ ბატონ ბესარიოს. მე ახლა სიტყვის ალავერts გადავალ უკვე ბესოსთან და პირველი კითხვა სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდე, მე მინდა აი შენში ბესო რამ დაბადა ინტერესი აი ამ კვლევისა, აი ამ სფეროში, ესე ჩაღრმავებისა, რა ვთქვათ, დილეტანტურ დონეზე, იმიტომ რომ ცნობილი სპორტსმენი, ცნობილი მოღვაწე სპორტისა და ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი პიროვნება, რომელიც მთლიანად თავის მოღვაწეობას მეცნიერულ კვლევას უახლესი საქართველოს ისტორიის კვლევას უთმობს. აი რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით. ძველი ახალწელს გილოცავთ, ახალწელს გილოცავთ და იქნებ ეს წელიწადი ყოფილიყოს ჩვენთვის რაღაცა შემოვლებით და გარდატეხის წელიწადი ღმერთმეფანას. საერთოდ ცხოვრებაში ადამიანი უცბად რა სიტუაციას წააწყდები და როგორ შეიძლება შენი ცხოვრება ეს წინასწარ არავინ არ იცის და ძალიან როგორც მკითხეთ რაშიც იყო საქმე დიდი მომავალი როდესაც ადამიანს გააქვს და უცბად ვარდები ამ სფეროდან და ხელი გეშლება უკვე ელემენტარულად იწყება ადამიანი ფიქრს რომ რა გარემოებიდან და რა სიტუაციიდან გამომდინარე შეგეშალა ხელი საერთოდ ცხოვრებაში როდესაც შენ ხარ მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც შენ ხარ იმ სფეროში, სადაც უკვე შენი სახელი უნდა წავიდეს წინ და უკვე ასე ვთქვათ, შენი ქვეყნის სასახლედ უნდა იასპარეზო და უცბად ჩადილში რჩები. ნუ ეს ყველაფერი რატომ გავაკეთე ახლა შესავალი? მე ვცხოვრობდი ქვეყანაში, რომელიც ფაქტიურად იყო ჩვენი ორი დიდი გენიოსის, პირველ რიგში იოსებ სტალინის შექმნილი. იოსებ სტალინი რო არ მოვლენილიყო და ამ ქვეყანის სულის ჩამდგმელად არ წარმოსახულიყო, რასაც ქვია საბჭოთა კავშირი, რასაც ერქვა. ჩვენ ახლა ფაქტიურად როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს მასზე, ფაქტიურად საქართველოს არ ყოფნა და ქართველი ერის ყოფნა, რასაც ქვია, ეს რო იტყვია ბეძზე იყო ჩამოკიდული. იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ადამიანს აუქციო გვერდი და უბრალოდ ილაპარაკოთ ეთით როგორც არის სოლჟენიცინისეულ სისულელეებში ხსენებული რომ თურმე მხოლოდ ხოცავდნენ და შლეტავდნენ ის ხალხი და მიწასთან ასწორებდნენ ყველაფერს გაიღვიძებდნენ ასე რაღაც ცუდ ხასიათზე და გასცემდნენ ბრძანებას რომ უტანაშაულები და დაუბრუნდოთ დამნაშავეები და მოსაქმედ ხელი დავაფაროთ თურმე სოლჟენიცინს რომელსაც საერთოდ 99.9% თავის წიგნში გულაგებში და იმაში უწერია განსაკუთრებული ტყუილები რომ 150 მილიონი კაცი ყოლია დახვრეტილი სტალინს თურმე ფანტასტიკური ციფრები 185-187 მილიონიან საბჭოთა კავშირში როგორ შეიძლება ადამიანმა 150 მილიონი დახვიტო ფაშისტურ გერმანიას ვიღაეობა გერმანული ჯარები ხوار გადმოვიდნენ სტალინის მხარეს და ისევ თავიანთი თავი დაამარცხეს. მერე კიდევ არსებობს ისეთი სისულელეები, რაც ხალხს დააჯერეს უბრალოდ, რომ თურმე მოკავშირეები იყვნენ ფაშისტურ გერმანიასთან და დიდი ისა ჰქონდათ სიამტკბილობები ადოლფ ჰიტლერს და იოსებ სტალინს. ელემენტარულ კითხვას ვერ გასცემენ პასუხს, როდესაც ეთქვი რომ მოიცადე მოკავშირეებმა რა გააკეთეს, მერე ერთმანეთს ომი დაუწყეს, მოილაპარაკეს
და ჰიტლერი წაგებაზე დათანხმდა, ბოლოს თავი მოიკლა და სტალინი გამარჯვებული გამოვიდა, ამაზე მოილაპარაკეს მოკავშირეებმა. შეიძლება იყოს ესეთი ადამიანი მოკავშირე თან ფაშისტური გერმანიის მხრიდან. ამ სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან დეტალებში რომ დავწვრილმანდეთ და იმდენი რაღაც მასალის ამოკვდება შეიძლება და იმდენი იმის, მაგრამ ფაქტი რა არის? ფაქტი ხდება ასეთი. ჩვენ ვაწყდებით უკვე რეალურ ისტორიულ ისეთ ფაქტებს იოსებ სტალინის მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირი. ეს არის ერთადერთი ნიმუში, მას ფაქტიურად ეძახის სტალინის ნაკრძალს, რომელიც ფაქტიურად დასავლეთ დღეს უკვე აღიარა და ეს კისინჯერის სიტყვები არის. ჩვენ დავანგრიეთ ის ნაკრძალი, რომელიც ფაქტიურად კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ ეპოქაში არ არსებულა, რომელიც პირდაპირ ადამიანებზე და ადამიანის შესაძლებლობებზე იყო გათვლილი, რომელიც არ ჩამოგარჩენდა და რა მისწრაფებებით იყავი, რა შესაძლებლობებით გაგაჩნდა, ის ქვეყანა არაფრისდებით უკან არ დაქცევდა, ადამიანებს ჰქონდათ რწმენა მომავლისა. რისთვის არსებობდნენ? რატომ არსებობდნენ? ჰქონდათ მათის შინაგანი განცდა, რომ ისინი არ დაიჩაგრებოდნენ. მე ხშირად ვიფიქრია იმაზე, რომ აი მაგალითად ყოფილა ახლა შემთხვევები, როდესაც ადამიანს ბევრს მოუწერია ჩემთვის, რომ გადამაფიქრებინეთო მეო, როდესაც სტალინი ძალიან მეზიზღებოდა და მეჯავრებოდა და მაგრამ თქვენი ნაწერების გაცნობის და გაცნობის შემდეგო მივხვდიო, რომ ძალიან დიდ შეცდომაში ვიყავი შეყვანილია. ამას მეუბნებიან რეპრესირებულთა ოჯახების შვილები, შვილიშვილები, შთამომავლები. და ეს ბრმად გვიჯეროდა ჩვენ, რომ აი რაღაცა დაიჯერდა ის ხალხი, ის გასცემდა ბრძანება და უდანაშაულო ადამიანებს წაიყვანდნენ და იმას იზავდნენ. უდანაშაულებები ბევრი მოყვა მეთქე. მოყვა არა იმიტომ, რომ სტალინს უნდოდა უდანაშაულები დაეხვიდა, ან გაესამართლებინა. მეზობელს მეზობელი იზიწყებოდა, ეჯავრებოდა. პირაშიც მოუწერია. კი, ეხლაც რა ხდება საქართველოში. მიწის ნაკვეთის გულისთვის პაპამ გადამისახლესო და პაპა ჩემი კიდე სიტყვას ვერ დააძა 10 წელი გადასახლებაში იყო, სიტყვას ვერ დააძრევინებდი სტალინზე ცუცუ. ვინმეს რომ რამე ეთქვა შეიძლება მოეკლატინოს. 10 წლიანი კატორღა მოიხადა ადამიანმა. იმიტომ რომ იცოდაო რომ არაფერ შუაში იყო აქ სტალინი, ახლა რომ როცა ეთყოდით ხოლმე, ხო აი ახლა სულ სტალინმა იცოდაო რა, მე გიგო ვიღაცაო, კაცი მომკიდეს ხელდემასთან სტალინს უთხრეს და სტალინმა თქვა კი კაცო, რაც შეიძლება მალე დაიყვანეთ და ხოვდეთ, თქიდან გადაასახლეთ. ხალხი მივიდა იმ დასკვნამდე უკვე რომ სერიოზულად ჩაუღრმავდნენ და მიხვდნენ რომ მათი წინაპრების ასე ვთქვათ გაკულაკება იქნებოდა ეს თუ გადასახლება იქნებოდა, ამაში სტალინის ხელი არ ერია. მე ვკითხე ამ ერთხელ ადამიანს, რომელმაც მითხრა, როგორ მეთქი, მაშინ მითხარი მეთქი. მაშინ თუ სტალინი უდანაშაულო ხალხს ასახლებდა, ეს იგი გამოდის რომ დამნაშავეები დარჩენილან. მაშინ ადრით მეთქიდე ერთხელ შეიკრიბეთ დამნაშავე ხალხი და მიდით მეთქიდე ერთხელ ბოდიში მაინც მოუხადეთ იმ ხალხს, კაცო, თქვენი უდანაშაულო ხალხის წინაპრების მაგირად ჩვენი ხალხი წაუყვანია და ჩვენი წინაპრები იმას უქნიათ თქო და ადრით მეთქიდე გააკეთეთ მეთქი ესეთ ის. ახლა რა არის იცით? საერთოდ ადამიანს სული 100%-იანი მართლობის უნარი, რასაც ქვია მართვის უნარი, როგორ მართვა, რასაც ქვია, ეს სადავეები ხელში ვერავის ვერ ეპყრება. არ შეიძლება ახლა მაგალითად სტალინის რა თქმა უნდა, ახლა უფალმა თავისუფალინებით გააჩინა ადამიანი და სტალინი ახლა ამხელა ვეებერთლა ქვეყანაში სათითოეულ ოჯახში ვერ ჩამოივლიდა და ვერ გამოგითხავდა დღის ბოლოს როგორი დღე გქონდათ. კარგი. ბესო მე მინდა ახლა ეს გასაგებია, მაგრამ ეს ისეთი გლობალური და ისეთი ვრცელი საკითხია, რომ ერთი გადაცემა კი არა, 10 გადაცემა არ ეყოფა. ამიტომ ჩვენ უკვე დავკონკრეტეთ, ჩემთვის გასაგებია შენი ინტერესის სფერო და სწორედ სტალინის მოღვაწეობის პერიოდი დავიწყოთ, აი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, აი შენი სწორედ იმ კვლევების, იმ საარქივო მასალებზე დაყრდნობით. კი ბატონო. აი რა ხდება? სად არის საქართველოს, სად ხდება? პირველი მსოფლიო ომამდე ომის შემდეგ უბრალოდ, როდესაც ფაქტიურად გერმანია დამარცხებულად ცნეს, არადა მოგებული გერმანია, რომელიც ფაქტიურად მოგებული იყო და ომი მოგებული ჰქონდა და ეს მასონურმა სიონიზმმა რო იტყვიან პირდაპირ გაუჩალიჩა
გერმანელ ხალხს აქტიურად გაუჩალიჩეს ის რომ და გააჩალიჩეს რა მოახდინეს უიდეალური ურთიერთობა ჰქონდათ გერმანიასაც და რუსეთსაც ამ ორი ძლიერი სახელმწიფოს ევროპის კონტინენტზე კავშირი მათ არანაირ ინტერესებში არ ჭდებოდა უნდა მომხდარიყო როგორც მეორე მსოფლიო ომი მოახდინეს და დააპროგრამეს უნდა მომხდარიყო აუცილებლად მათ შორის დიდი სისხლისღვრა და მოახდინეს კიდეც მაგრამ გერმანიად დატოვეს გამარჯვების დამარცხებული იმ მიზეზებიდან გამომდინარე რომ მათ აინტერესებდათ რუსეთის გამარჯვება იმის გულისთვის რომ მას უზარმაზარი რესურსები ჰქონდა რუსეთს გადაულოთ ეს გამარჯვება გამოვიდნენ კარგი ხალხი იმ მოტივით რომ რუსული სიმდიდრეები და რუსული ნედლეული მათ ჯიბეებში წამოსულიყო ამ დროს საქართველოს ვინ არის და რას წარმოადგენს ერთი პატარა გაუბედურებული ტერიტორია წერა-კითხვის უცოდინარი ხალხით რომელსაც ფაქტიურად როიტყვიან ფაქტიურად არ აქვს განათლება მიღებული საშუალოზე კი არ არის ლაპარაკის 4 კლასიც აღარ ქონდა ხალხს განათლება მიღებული ძალიან ეს რაღაცა თქვა ისეთი ცოტა მაღალ ფენებში ინტელიგენციას როედა თორე რეალურად მოსახლეობა რაც იყო ქართველი ერი რასაც ერქვა ქართველი ერი გაუთვითცნობიერებელი ერი იყო რომელსაც ფაქტიურად შემდეგ უკვე აი ეს პერიოდი ეს 4 წლიანი პერიოდი სანამ ეგრეთ წოდებული ბოლშევიკური რევოლუცია მოხდებოდა და საქართველოს მოახდენდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას 18 წლიდან ქართველი ხალხი ამ 4 წლიან პერიოდს აი ეს რისვაი ვაგლახის მეფის რუსეთის ქვეშევრდომობაში მყოფი ჩვენი გენერალიტეტი მაზნიაშვილისა და იმ თავადობით გვინდაძის იმის რომელიც ფაქტიურად რუსეთის გენერლები იყვნენ და რუსული არმიის რიგებში იყვნენ მეფე არტურის პორტში მეფე ნიკოლოსაც კარგად ხვდებოდნენ და ასე შემდეგ აი ეს ამ პერიოდის დროინდელი საქართველოს გვაქვს რომელიც აცხადებს შემდეგ დამოუკიდებლობას რადგან რუსეთში ხდება რევოლუცია 17 წლის რევოლუცია თითქოს საქართველოს ამ ყველაფრიდან გამოყოფილია და ავტომატურად ხდება საქართველოს დამოუკიდებლობის მიღება მოხდა ბოლშევიკური რევოლუცია სიონისტური რევოლუცია ებრაული რევოლუცია ფაქტიურად რომელმაც მეფე ჩამოაგდო ტახტიდან სხვათა შორის ძალიან ბევრი პოლემიკა დაიღო მაგაზე რომ დაახურდეს ეს მაგრამ სხვათა შორის ბერიას და სტალინის გადარჩენილია ეს ადამიანები ხო თქვენ გამოაქვეყნეთ სურათები სოხუმში რომ რომანოვები გადარჩენილები არიან და უბრალოდ ნუ ერთი სიტყვით კიდე არ ვარ გადავუხვივით სხვა ცალკე სალაპარაკო თემა არის ბევრი შემოიყვანეს აფხაზეთის მხრიდან მეფე და ნუ ერთი სიტყვით შემდეგ სტალინის როიტყვიან პაველობის ქვეშ იყო ის ადამიანი 18 წელს როდესაც უკვე აქ ჩვენთან ხმატპატივცემულოვანმა ნოემე მას განციკლაპია უთავარქვი ძგირმოკიდებული განციკლაპია რასაც ქვია რომელსაც ფაქტიურად საქართველოს ძარცველი ხელისუფლება აი ღლეტავი ხელისუფლება რომელიც ფაქტიურად იყო გადასული რაზე რომ როგორმე წაეგლიჯა ქვეყნისთვის რას კი რამე სიმდიდრე ჰქონდა მათ მართვის უნარი არ ჰქონდათ როგორც ეს აფთრების ის არის პლიადა ასე ვთქვათ რომ მარტო დავიჭიროთ შეჭამოთ და ესეთი რა მათ არც საქართველოს აინტერესებდათ საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ იმიტომ რომ საერთოდ ხალხშიც არ იყვნენ გასულები და გასაუბრებულები ერთადერთი რაღაც როდესაც ფაქტიურად ამზადებდნენ მთელი ამ 3 წლის განმავლობაში ქართული ეროვნული საგანძურის ეკლესიებიდან გამოზიდვას აღწერას სტილებში დაფასოებას და მთელი ამბები და როდესაც ისეთი იმეებით არის იქ დოკუმენტებში აღწერილი რომ საარტყე ქვაბებში და რაღაც ემალის ჭურჭელში და ალუმინის ჭურჭელში რა ხარუხით ყრიდნენ აი განს ძველი ქართველი მეფეების ხატები ჯვრები სკიპტრები რა ქვია ეტრატები რომელიც ის იყო ნუ ერთი სიტყვით აი არც კი იცოდნენ მილიციის ძალით იქნა ეს გამოზიდული მილიციის ძალით ეზიდებოდნენ იქიდან და მე ძალიან გული მწყდება ერთადერთ რაღაცაზე რომ ხმატპატივცემული ექვთიმე რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდა ქართული მიწების და კერძოდ ტაუკლარჯეთის ფაქტიურად აღწერაში იქ მყოფილი ძეგლების დასაბუთება და კონკრეტებაში და თითოეული კენჭი და თითოეული ფრესკა მას არ გამორჩებოდა და სხვათა შორის ბავშვური ახტატებიცაც კი იკვლევდა ხოლმე როდესაც რაღაცას იმასში წამოხდებოდა და ფურცელს იმასისა და ჩაიწერდა აი ნახე ამას მივაკვლია და ნახე იმას მივაკვლია და ფაქტიურად ექვთიმე გამოიყენეს
სამწუხაროდ. გამოიყენეს სხვათა შორის როგორ გამოიყენეს, იცით? საშინოდ გამოიყენეს. ეხლა ნოეს და მის ბანდას და ხროვას მენჩევიკოთარობას არც მაგის ტვინი ქონდა. რა უნდა გამოეტანა რომელი ეკლესიიდან და რა ძართვა ჩაეტიარებინა. არცად ჯერ განლაგებაც არ იცოდნენ ტაძრების სად იყო. იმ ტაძრებში სად რა ინახებოდა ეს იცოდა ერთმანეთმა დიდმა ტვინმა ექვთიმე ტაყაიშვილმა. ეს იდეალურად გამოიყენეს და სხვათა შორის ვისგან? უორდროპებისგან. უორდროპებმა მიუთითეს პირდაპირ ჟორდანიას მთავრობას. ეს კაცი რომელიც თქვენ გყავთ. აი აქ ეს ძალიან მაგარი ტვინი ამან იცის. ამას საქმე გააკეთებინეთ. ამას საქმე კარგად გააკეთებინეთ და ერთი სიტყვით მოაგვაროს ამას ყველაფერი, ეს ყველაფერი შეაგროვეთ, გოხდათ და ლამაზად და მე როდესაც მოდგება უკვე ამისი დრო, თქვენ უნდა საქართველოსთან ნელ-ნელა იმას გააორთქლდეთ და იმას. სხვათა შორის ეს უორდროპები იყვნენ, უორდროპი ოლივერ უორდროპი იყო, რომელიც სხვათა შორის კეთიას ეხმარებოდა კიდევ 1000 მახინაციებში, რომელიც თურქეთში გაიქცა, შემდეგ ემიგრაციული მთავრობა იქ დიდ ინფორმაციებს აწვდიდნენ ამათეს. სალომეს წინაპრებს. ეს დიდი შაიკა. სალომე ზურაბიშვილზეა, კი. ყოფილი ბაბაიაგა პრეზიდენტზე ლაპარაკი. აი მაგაც. ესე იგი ფაქტიურად ინგლისის ჩარევით ხდება საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაც 18-დან 21 წლებებში. არც სტალინს არაფერი გაუჩუქები არის, ლორერა, საინგირო, საკაკათალა, ლუხნოხი და არავითარი მაგდაგვარი არ მოხდა რა. ამას აკეთებს უშუალოდ ინგლისი აკეთებს, იქ ქმნის დემილიტარიზებულ ზონებს, აჯანყებს, აბუნტებს ქართველების წინააღმდეგ, აგერავთ 20 წელში. ჩვენი მეციხონეს ოძახი ხოლმე ძველი ქართული და ძველი ჯარისკაცები სასაზღვრო ჯარი. სულუკად შეიარაღებული მესაზღვრეები უცბად ჩემო ვარ და სომხური არმია დაგვიხოცეს ეს ისინი და შემდეგ ქართულმა არმიამ როიტყვან იერიშით ფაქტურად ერევნებამდე კი მივედით. იყო ისე და უკვე სომხეთს ფაქტიურად ჩვენგან დიდი ოკუპაცია ემუქრებოდა, მაგრამ ღრმად პატივცემულმა ინგლისმა გამოაცხადა ეს დემილიტარიზებულ ზონად, არ შეიძლება კავკასიაში ესეთი რაღაც, აი, ხუიმთელი ამბები და ვაშვილად გამოუჩნდა და გოხდათ ლამაზად ლორეთ დავათმობინეს. ეგერ სომხეთის სასარგებლო. თანამის საბუთები არსებობს ყველაფერი. როგორ არ არსებობს, მაგის ეხლა მე ციდან ხო არ მომაკეს თუ ყველაფერი ამის თავისუფლად შეიძლება ამისი მოკლება და თავისუფლად. არა, გამოცემულიც არის. ცნობილი წიგნებია ბატონი ვახტანგ გურულის. რა თქმა უნდა. შემდეგ ისე შოთა ვადაჭკორიას პირდაპირ დოკუმენტებია. დოკუმენტები წერია, რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ ეხლა ხალხში აზრია გამეფებული, აი სტალინმა გააჩუ. კაცო, მეუბნები, როგორ შეიძლება ადამიანმა რომელმაც შემოგიერთა გლუხორისა და ახალ ხევის უზარმაზარი ტერიტორია და 69700 კვადრატული კილომეტრიდან საქართველოს 88400 კვადრატულ კილომეტრამდე აიწია ფართობით. შეიძლება ეხლა ესეთი ადამიანი თან გართმევდეს, თან გიმატებდეს. გაგიგეთ საქართველოს ყოლია ისტორიაში ესეთი დამპყრობელი, თან რო გართმევდეს, თან გაძლიერებდეს, თან გიმატებდეს ტერიტორიებს, თან ხალხოსახლეობას გიწყვეტავდეს. მითხარით ერთ საქართველოს ისტორიაში ესეთი ვიღაც. ყარაჩერქეზეთის ეს ტერიტორიები ფაქტიურად რომელიც ფაქტიურად იგივე იდეოლოგიის ხალხი იყო და თურქიმესხების ბედი გააზიარებინა სტალინმა, გადაასახლეს ეგეთი შუა აზიაში. იმ ტერიტორიებზე ჩაასახლეს ქართველობა 44 წელს ჯერ კიდევ ძლიერი კაგანია ომი მიდიოდა ჯერ რუსეთის ტერიტორია გასამთავისუფლებელი იყო ფაშისტებისგან და ეს ტერიტორიები ამ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობა დამკვიდრდა. ეგერ მე მაგალითად 52 წელს ფოტოც ამაქვს შენახული ედუარდ შევარდნაძე მაშინ მგონი რაიკომის არც იყო მე მგონი რაღაც თანამდებობა ეკავა იმ ფოტოთან დგას სადაც არის სწორედ გლუხორისა და ახალხევის რაიონები ეს ტერიტორიები შემოერთებული და ედუარდ შევარდნაძე სულ ახალგაზრდა კაცი აი ამ სწორედ ამ ფიზიკურ უკასთან დგას და ეს ტერიტორიები ფაქტი დაუდი არც ეჯერათ ეს ხალხ აი მეთქი ეს ფოტოშოპი ხომ არ არის ნახეთ მეთქი აი შემოერთებულია ტერიტორიები მეთქი ამას გარდა მაგისა ну მე აღარ მოვყვები ახლა აქ რამდენი ფაბრიკა ქარხანა აშენდა სტალინის ხელში და ამის წინათ ისნის რაიონში ჩამოვხევი მარტო ისნის რაიონში იმდენი ფაბრიკა ქარხანა იყო ერთ თბილისში თბილისის ერთ უბანში მარტო ისნის რაიონი რო აგებო ერთი სომეხი ძმაკაცი მყავდა საწყალი გარდაცვლილია ეს კაცი მითხრათ მესორო რა თქვენ მარტო ისნის რაიონში
ფაბრიკა ქარხნები ჰქონდათ სტალინის პერიოდში აშენებული მთელ ამიერკავკასიაში, სასომხეთში და აზერბაიჯანში ერთად რომ აგეღოთო, თქვენი მარტო თბილისის ერთი რაიონი დაჩაგრავდა მაგათო. მარტო იქაც იყო და ჩამოწერილი მე მაგაზე ეგეცა მაგვაკარზე სტატუსი გაკეთებული ჯიმებაზე. არ არსებობდა ესე იგი ილია ჭავჭავაძე სტალინმა მოგაჩა. ბერიას უშუალოდ გამოაკვლევინა და მოაძიებინა ის გადამალული განძი, რომელიც ვითომ სიმართლე უნდა ითქვას, ვითომ 6 მერო დარაჯობდა. 259-დან 38 იყო დაგვრჩა. მე ვეკითხები ხოლმე ხშირად და 6 მერო დარაჯობდა იმ ხალხო გამაგებინეთ, იმ 259 როცა იყო და 38-5-მდე რომ დავიდა. იმას რატომ ვერ დარაჯობდა და რატომ ვერ უდარაჯა და იმ 38 წუთს როგორ გაუდარაჯა? აი საგო კი არ დარაჯობდა, არ იცის ხალხმა. ბერიამ შექმნა NKVD-ში სპეციალური განყოფილება, რომელიც დაფინანსდა. ეს განძი ამ განძიყლაპიერმა რო წაიღეს აქედან და ისიც როდესაც პარიზის ბანკში შეიტანეს ეს განძი შესანახად, იქიდან ნელ-ნელა იღებდნენ განძეულობას, გამოიტანდნენ განძეულობას გასაკიდად, თანხა იმდენი რჩებოდათ, რომ დარჩენილი იქ რაც იყო განძი, ისიც შეენახათ კიდე და ჯერ ხელი არავის არ დაედო და შემდეგ ესენიც ყოხტად ლამაზად ყოფილიყვნენ და არ მოეგნოთ იქ სიამე და განცხრობა პარიზში და საფრანგეთში, მერე კიდე, მაგრამ გადააჭარბეს უკვე იმდენი, რომ ვეღარ შეძლეს ამ ყველაფრის გადახდა. ყადაღა დაუდო ბანკმა იმ 38 წუთზე და ანუ მომსახურების შესატანი ფული აღარ ქონდა დღევანდელი ტერმინი. ხო, რა თქმა უნდა, ახლა რას იღავდა ახლა იმ სკივრებს მართლა ეს ლევილის იმაში ხوار დააწყობდნენ იქ იმაში რა ქვია, ეზოში და ოთახებში ხوار დაიწყობდნენ იმას. ხო, უნდა შეყოფილიყო სადღაცაც შენახული. შემდეგ ვერ შეძლო. იცოდა ეს ბერიამ, რამოდენიმეჯერ ჩააკითხეს მათ. ელაპარაკეს ამ იმებზე. მე ფაშისტური გერმანია უკვე ხელისუფლებაში მოდის, პარიზში შემოდიან ეს აქვეჩინებული ფრანგები ხვდებიან იქ მთელი ამბები. ეს ჩვენი მენშევიკური გაუმაძღარი მთავრობას უკვე აღარ აქვს იმისი საშუალება, რომ ეს თანხა გადაიხარდოს. პარიზის ბანკი იმუქრება, რომ გაგიყიდით განძეულობასო, თუ არა და ეს ფლობელობაში უნდა გადმოვიდეს ჩვენ ფლობელობაშიო და ფაქტიურად ქართული განძი უკვე რო იტყვიან ჰაერშია გამოკიდული. გამოცხადდა იმათ რა ქვია, ხაზი გადაუსვა ბანკმა, რომ თურმე 6 თაყაიშვილს ებარა იქ რაღაც განძეულობა რაღაც 6 თაყაიშვილს ფარატინა ქაღალდიღა შერჩა ხელში, რომ ის არაფერი განძის ფლობელიც აღარ იღა და უკვე გააგდეს ერთი სიტყვით. ქართველებს უთხრეს, რომ კარგად იყავით გენაცვალე, რაცა ჭამეთ, რაცა შვით, რაც გამოიყენეთ, ნახვამდე ეს შეგერგო და ეს უკვე ჩვენიაო. ბერიამ შექმნა სპეციალურად NKVD-ში იყო ესეთ დაფენისად, ჩუმად უხდიდნენ. ჩუმად უხდიდა ლავრენტი ბერია, რა თქმა უნდა, სტალინთან შეთანხმებით. თანხას იხდიდა ყოველთვიურად, რომ ეს განძი ქართულ ხალხს არ მიეთვისებინა უკვე როგორც საფრანგეთის სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ის ითხოვდა ბაკი, მე ჩემთვის სულ ერთიაო, ვინ გადამიხდის ფულსო. მე შეგინახავ, არ მაინტერესებს კაცო, ვისგან მოვა ფულიო, მე ფული გადამიხადეთო და შეგინახავთ პრობლემა, მაგრამ მეორე უბედურება რა იყო ახლა. მეორე უბედურება მოხდა ის კიდევ რომ გერმანია შევიდა საფრანგეთში წეგან ვახსენე 40 წელში. ეს აკვეჩინებული ფრანგები მარტო ტირილით რო შეხვდნენ და პარიზი რო ისე გადასცეს, იქ მაშინოს ხაზი გაუკეთეს, მაგ თეთრი ულისელი და უნდა შეეკავებინათ თავიანთი ჭუით, მაგრამ ბელგიიდან უარა და შევარდნენ. ნუ ერთი სიტყვით ეგ სხვა თემაა. და გერმანიის ყურამდე მიაღწია ფაშისტების ყურამდე, რომ არსებობს ბანკში ქართული საგანძური. დიდი საგანძურია. სხვათა შორის ლავრენტი ბერი ადრე ჰიმლერთან ეთქო შენახვედრი და იქ კიდე სხვა სასაუბრო თემაა და ბერია უნიკალური ნიჭის პატრონი იყო და მთელი ფაშისტური გერმანია მოხიბლული იყო, ტაშს უკრავდა, ფორტეპიანოზე იმღერა. აქედან სხვათა შორის ვახტანგ გორგასლის ხმლის ასლი გაუგზავნეს. იმათ რაინდის ჯვარის, რაინდისა და ძველი გერმანელი რაინდების ხმალი აჩუქა ჰიმლერმა, ჰენრიხ ჰიმლერმა ბერიას. და ბერიამ უთხრა, მე ვაში არ დაგჭირდით და 2 დღეში დიდი საიმი იყო იქ მთელი ამბები გამართული და მოუტანეს და გახსნა ბერიამ, გავიდა შუა იმაში ოთახში და პირდაპირ ჰიმლერს გადასცა ეს ისა ასლი იმისი და უთხრა, რომ საქართველოსდან იყო და საქართველოს სამშობლოდან გერმანელებმა ამის შესახებ ყველაფერი იცოდნენ, რომ ქართული საგანძური მენშევიკურმა მთავრობამ გაიტაცა. ესე იყო ეს ყველაფერი და ფოტოშურის კედიასგან მიდიოდა ყველანაირი ინფორმაციები.
ეს დიდი გარეწარი არსება რა. გველი. აი, გველიცაც რო შეეშინდება, აი ესე. ფაშისტებთან თანამშრომლობდა აქტიურად. ესე იგი, საქართველოს რაც შეიძლება მეტი ზიანი მისდგომოდა, ყველაფერზე მიდიოდა, რომ შემდეგ ეს გადაებრალებინათ, რომ თურმე სტალინმა გაანიავა, სტალინმა შეჭამა და ასე შემდეგ. და მოხდა ასეთი რამ, მივიდა ფაშისტების ყურამდე ეს ამბავი. ფაშისტებმა დაიწყეს ძალიან დიდი ჩხრეკად ძებნავს ყველაფრის. 16 კაცი ყავდა სხვათა შორის ყველა ქართველი შერჩეული ბერიას. სასწრაფოდ გამოიტანეს განძი. იქიდან რა ქვია სარდაფებიდან, ბანკის სარდაფებიდან და პარიზის მეტროში გადამალეს. ქართველებმა. ჩახრუხაძე იყო მგონი თუ არ ვწდები ამ ჯგუფის მეთაური. გვარიცუდად აღარ მახსოვს, მაგრამ ქართველი 16-ვე ქართველ კაცს ანდეს. ქართველებს ჩააბარა ეს ოპერაცია. ანუ ბერიას დაგეგმილი იყო ეს გუნდიც რა, დაპროექტებული დაგეგმილი გუნდი, შედგენილი გუნდი იმისი იყო. გამოიტანეს ეს განძი იქიდან რა ქვია სარდაფებიდან, ამ ბანკის სარდაფებიდან გადაიტანეს იმაში. ჟოდონი იყო ერთი ასეთი მემანქანე, ვითომ მემანქანე იყო, მაგრამ ისიც ბერიას მიარა აგენტი იყო და უკვე იცოდა რაში წყდებოდა, ფრანგი იყო ის სხვათა შორის ის კაცი და გერმანელები ეჭვით დაადგნენ ამ ყველაფერს თავზე, მაგრამ ვერ ფაქტი ვერ ჩაიგდეს ხელში, თორე ხლა რო გაიგოთ ხლა ჟოდონი რო ამას ემსახურებოდა პირდაპირ იქ დახრეტავდნენ. ეს ახლა იცოდნენ რომ ამ ტერიტორიაზე იყო და რა გააკეთეს იცით? რა გააკეთეს ამ ჩვენმა ქართველებმა ის სასწაული მოახდინეს. ბანკი მეტროდან შუაღამისას გამოზიდეს ეს განძი. ჩუმად წაიღეს და ეიფელის კოშკის ქვეშ დიდ საძირკველში დამალეს და დაფლეს. დიდი უზარმაზარი ოთახი მაღლა იყო გაკეთებული, აი დღესაც შეამჩნევთ. ეიფელის კოშკზე ზემოდან არის ესეთი ოთახივით არის რა, სადაც ადამიანები იმას იზავენ. იქ იყვნენ ქართველები თავმოყრილები. გადაწყვიტმა ჰიტლერმა რომ ესა რა ქვია, ასე იგი იმის ქვეშ პარიზის ეიფელის კოშკის ქვეშ განძია დამარხული. მაღლა ქართველების ზიან, გერმანული ფორმებით, იმეებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართველების ზიან, წინამძღოლში NKVD-ს ხალხი, ბერიას ხალხი და იმის ქვეშ რა ქვია, იმის ქვეშ დამარხული არის განძი. ჰიტლერს მოუნდა ცნობილი გამოთქმაც არის, რომ ჰიტლერი იმაზე ვერ ავიდაო, რა ქვია, პარიზის იმედიდან გამოხედვა უნდა და ეიფელის კოშკიდან და ეს. და მივიდა ხლა ჰიტლერი რომ მივიდა, მას ხო გახტებოდა მთელი SS-ი, დაცვა, მთელი უზარმაზარი შეიძლება რაღაც ციხიფათი შექმნილი იყო და განძი. ამა თავი ქონდათ უკვე აქტიურად გადადებული, ესენი თავში აკლავდა ეს 16-ვე კაცი ამ სულ ყველაფერს, რომ ესეთი რაღაც მომხდარიყო, ბოლომდე, მაგრამ ესენის დახოცავდნენ, მაგრამ ესენი დაიხოცებოდნენ და შეიძლება განძით ჩავენოს. ლიფტი გააფუჭეს. ჰიტლერი რო არ იცის დღეს ვერ მაგრამ ჰიტლერი რომ ვერ ავიდა ეიფელის კოშკზე ქართველების გაფუჭებული ის იყო ეს ქართველებმა გააფუჭეს ლიფტი გადაუჭრეს კაბელი და როგორც ნობესო და ჰიტლერი აი ბედია რაღაცნაირ ნუ ხელი ჩაიქნია არ მინდა იქიდან იყურება შემდეგ გახსოვთ იქიდან ღვთისმშობლის სტადიონზე თუ რაღაცა ჰიტლერი და იქიდან იყურება და წინ პარიზის ისა დგას ის ეიფელის კოშკი დგას და აღარ მივიდა ანუ აი ჯანდაბასო არ მინდა იქიდან გადმოხედვაო აი ასე გადარჩა ქართული საგანძური. და ექვთიმეს რომ ყავდა და ის იმას ნინო ყავდა ფორტეპიანოზე ის ფორტეპიანო ბერია მოყიდა. ის როიანი. ის თხა ბერია მოყიდა. ის ბავშვები რომლებიც იქ მიდიოდნენ, ახლა ბავშვები მარიცოდნენ თავისთავად ცხადია და ისინი ყველა NKVD-ს თანამშრომელი იყო. ფულს რო უხდიდნენ ექვთიმეს და ის ნინო მაგის მეუღლე რო უკრავდა და გამოდიოდა იქ როგორ ღიურად და ეხლა დიდი დაფინანსება შეეძლოთ მიეცათ იმისთვის და კარგად ეცხოვრებინათ იქ ექვთიმე, მაგრამ ეს სტაცებლები ეჭვს აიღებდნენ ეს ჟორდანიას ისინი გამიგე ესენი როგორ კაცო ეს რა ეს ვერ გავიგე საიდან მოგივიდა ეს უცბად ესეთი რაღაცები მაგრამ კაცს ახლა ნუ არც შიმშილით კლავდნენ მაგრამ ისე იყო და ნუ ერთი სიტყვით გაჭირვების და ამის ზღვარზე რა როგორ ბუნებრივი გამოჩენილი ბუნებრივად რო გამოჩენილი იყო ეს ყველაფერი და ეჭვი რო არავის არ მიეღო მაგრამ საწყალი მაინც მე ჭლეკით დაეყופה ეს ისა მეუღლე მაგისი ისა და მე ისა რა ქვია როდესაც აქ ჩამოვიდა ექვთიმეს რცხვენოდა რო დახეული ესეცვა ისა და წარმოიდგინეთ სახელდახელოდ ფიფრინაში შეუკერეს ისა რა ქვია იმას მოსასხამი რომ ჩამოსულიყო აქ და შემდეგ სტალინთან შეხვდა შემდეგ ეს ისტორიები ხალხმა არ იცის ხალხმა იცის მარტო ხოცავდნენ ჯილეტავდნენ
რეპრესიები, გადასახლებები, გაუბედურეს ხალხი, გაიმასაკნეს ხალხი. აი ესეთი სიტუაცია. ბესო მე მინდა რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ასევე აი ქართული მიწაწყალი წერან ვახსენეთ, მაგრამ როგორ გაიზარდა იგივე იალბუზი ეს ქლუხორის უღელტეხი და ეს წერან კილომეტრაჟი ახსენე და ასევე მოვასწროთ ის რომ როგორ აპირებდა იოსებ სტალინი და ლავრენტი ბერია თურქეთის მიერ ჩვენ წართმეულ ისტორიულ მიწაწყლის დაბრუნებას ტაო-კლარჯეთის. ესე იგი, მაგა ხალხს მოკლედ საფიქრარი არ ცელეოდათ და საკეთებელი არ ცელეოდათ. ახლა ხალხი თავისთავად ცხადია მარტო საქართველოს ვერ გადმოერთვებოდა, იმიტომ რომ ამხელა ვებერთელა ქვეყანა ებარათ. პლუს ამ სულ ყველაფერს ომი იყო გასასტუმრებელი. პლუს კიდე ამ სულ ყველაფერს დაერთვა შემდეგ ის რომ უკვე ამერიკა მუშტებზე იყურებოდა და ატომური და ბირთვული ომით იმუქრებოდა. აი ესეთ სიტუაციაში იყო ბერია მთელი ფაბრიკა ქარხნები ურალს იქით გადააზიდინა. ну ეს ისეთი რაღაცა ფენომენალური რაღაცები მოახდინეს რა. ორმა ქართველმა კაცმა ფაქტიურად აი სოფლიო აი გაოგნების პირამდე მიიყვანეს. რაც არ ჯდებოდა პრაქტიკულად არანაირ კანონზომიერებაში. საერთოდ აი ადამიანის აზროვნებაში ზუსტად იმას აკეთებდნენ. აი ზუსტად იმებს აკეთებდნენ. შემდეგ იგივე გაგანია ომის დროს 54 წელს თურქეთს ამოუყენეს პრეტენზიები. რომ თუ უნდათო რომ ჩვენთან ურთიერთობა თურქეთს საზღვრები უნდა გაასწორონო. პირდაპირ ამ სიტყვებით უთხრა სტალინმა. მთელი კამპანია იყო გაწეული. უზარმაზარი და იქ ხალხი ყავდა თავის უკვე დანიშნული ბერიასა და იმისა. გაზეთები ხო არის კაცო? რა თქმა უნდა გამოდიოდა გაზეთი კომუნისტი, სოფლის ცხოვრება და ესენი ხო? ვინ ყოფილიყო რაიკომის მდივანი, ვინ ყოფილიყო იქ თქვა აღმასკომის თავმჯდომარე, ვინ უნდა ჩაებარებინა ისოლკი, ესოლკი მთელი ამბები. უზარმაზარ ტერიტორია ფაქტიურად სადამდე მიდიოდა, იცით ეს ისა? აი მთელი კომნენოსების ტრაპიზონის იმპერია, რაც თამარ მეფემ დასვა, კომნენოს და ის დინასტია, ალექსი კომნენოსები. აი ეგ ტერიტორიები ქვეშიდან, სამხრეთიდან შავ ზღვას. ფაქტიურად კაბადოკიას მთლიანად უბრუნებდა საქართველოს. იმიტომ რომ ქართული დღეს რო ამბობთ ხოლმე რომ წმინდა ნინო და წმინდა გიორგი ქართველები იყვნენ. აი ეგ ქონდა ჩაფიქრებული. აი აქედან გამომდინარე ეს ჩვენი ისტორიული ტერიტორია. აი ეს ჩვენი ისტორიული ტერიტორია და მაგას ფაქტიურად კიდე სტალინს ქონდა ჩაფიქრებული საერთოდ აია სოფიის ტაძარის თლიანად რომ უნდა იმას ეკნა. გაენთავისუფლებდა ისევ მეჩეთად ქცეულ და მისგიდად ქცეულ ისევ ქართულად მართლმადიდებლურად უნდა მოენა იმას ეკნა. აი ეს ყველაფერი იყო. ანუ კონსტანტინოპოლის დაბრუნების ღვთიური გეგმა ქონდა. 100%-იანი. აქეთ ჩამოაჭრიდნენ ამ ტერიტორიებს. თურქეთის საერთოდ არსებობაში ეწყო, ჯერ კიდევ მაგას თურქეთს არსებობაში ეწყიდა ათათურქის პერიოდში ლენინი რო არ დახმარებოდა მაგა და თურქეთის სახსენებელი გაწყდებოდა საერთოდ რა. ლენინი დაეხმარა. ლენინი დაეხმარა უშუალოდ ბოლშევიკები დაეხმარნენ, ებრაელობა დაეხმარა იმის გულისთვის, რომ ქართველ ხალხსა და პრობლემები ქონოდა ჩვენ მართლმადიდებელ ერებს. აი თქვა მოდვინეს რასაც იმაშურებოდნენ გამიგეს და აი ეს ხო აი ეს ტერიტორიები გადმოდიოდა, აქეთ მერე სომხებს არ ტოვებდნენ ისე და ეს ველიკაი არმენიას ამბიციები რო ჰქონდათ, ეს ფაქტიურად ეგვიპტის მხარეზე რო უკვე ჩამოდის ხმელთაშუაზღვი, ის ტერიტორიებს ართმევდნენ. ესე იგი ცხვირი ფაქტიურად მოეჭრებოდა და თავი იმას საბერძნეთს და ბულგარეთს უბრუნებდნენ ტერიტორიებს და ქურთებს უქმნიდნენ ავტონომიას. ეს გაუბედურებული სელჩუკები სადღაც ჩუვაში ამომწყდეულები იქნებოდნენ ესეთ პატარა ტერიტორიაზე. როგორც ესეთი თურქეთის სახელმწიფო დღეს პოლიტიკურ უკანზე აღარ იარსებებდა. აი ეს გეგმები შედიოდა, მაგრამ ეს ღრმად პატრიცებული ამერიკა გადმოხდა სასწრაფოდ. ნატოში შეიყვანეს ეს თურქეთი. სხვათა შორის არის ის ბევრმა და ეგერ სახალინისკენ 200 თვითმფრინავი დაბომბეს ამერიკელებმა აეროდრომებზე. განლაგებული იყო, სტალინი კონდე განლაგებული, დაბომბეს, იმიტომ ჩვენი რუსების იმიტომ რომ აშკარა მუქარაზე გადავიდნენ. აშკარა მუქარაზე და სტალინმა უთხრა შემდეგ რომ თუ თქვენ ამას დააპირებთ, ჩარდებოდა ეს ბომბი რა, მაგრამ ვერ ესწრებოდა. თუ თქვენ აპირებთ ჩვენ ქვეყანას კიდე სერიოზულად იმას იზავთო. მაშინ ჩემი 3 მილიონიანი არმია დგას ევროპაშიო და ფაქტიურად ევროპის კონტინენტს ნაკვერჩხლისა და ფერფლის სახით ჩაგაბარებთ. თუ ამას გააკეთებთ თქვენ და ფაქტიურად თუ აზიურ კონტინენტზე აღარ იარსებებთო რა. აი ეგეთი ვარიანტი. უკან დაიხიეს მერე
ამერიკელებმა რა ვიცი მოხდა ისეთი რაღაცა ვეღარ შეძლეს იმას მაგრამ ჩვენ მე უცბად 59-ში ატომური ბომბი როცა შეიქმნა და ისე უკვე ამერიკელები უკვე გვერდზე გატნენ მაგრამ რა გინდა ახლა ფაქტიურად ეს ქართული ტერიტორიები ვეღარ დაბრუნდა სწორედ აი იმიტომ რომ ნატოსთან მოუწევდა უკვე საბჭოთა კავშირის ჩხუბი და არა მარტო თქვა ერთ ქვეყანასთან ან ევროპის რომელიღაც ქვეყანასთან იმიტომ რომ ნატო იქნებოდა ფაქტიურად ამი საბჭოთა კავშირის ვიზა ერთი კითხვა კიდე მაქვს აი რატო მოხდა ეგრეთ წოდებული თურქი მესხების გადასახლება 1954 წელს ჩვენ ბოდიში წმოგახდევილს გახსოვთ აქ გადასახლებაზე აქ რაღაცა აქ ხო ეხლა და შეიკრიბნენ და დიდი კავშირის და ჟვანიას და სააკაშვილის გუნდი და ესენიც იგივე არიან ხო ნუ რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ ესე იგი ლიბერასტულად თუ რამე სტალინს უკეთებია ეს საშინელება იყო და ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი ყველასთან თუ სტალინს პერიოდში რაღაცები გაუკეთებიათ ქვეყნისთვის ეს იყო დიდი უბედურება და ამიტომ ისეთ სიტუაციაში ჩავაყენეს ჩვენ ისეთ სიტუაციაში ჩვენ ყველას ბოდიში უნდა მოუხადოთ რატომ იყო გადასახლება ეგერ კანდი ჩარკვიანს გელა ჩარკვიანს ჰქონდა ამას წინათ გადაღებული ფილმი მამამისი 94-ში დაიღუპა კანდი ჩარკვიანი მე მაგის ფილმიც კიდე პირდაპირ კანდი ჩარკვიანი როდესაც ჩავიდა ეგ ტერიტორიები და მასაკნა სოთაშორის თურქეთს აყრილი ყავდა უკვე ხალხი იქიდან იმ ტერიტორიებიდან შეშინებულები იყვნენ უკვე დღე-დღეზე საბჭოთა ჯარების შესვლას მოელოდნენ იქ წინააღმდეგობის გამწევი აღარ იყო ამერიკა იყო მაგათი რო იტყვიან ისა რა მოვლენილი რაღაცა ხტუმა მოევლინა რაღაც ანგელოსაც და გადარჩა თურქეთი აი ამ ხალხსო კანდი ჩარკვიანს უთხრეს ამათ უთქვია კანდი ჩარკვიანს რა აგენტობის და რა იმის ისა აქვს შენ ეგრე გონიაო ეხლა ესე წნარად რო შემოყურებენ თერი გასასვლელი გამოსასვლელები იციანო ესენი ერთი სული აქვს და ამათ ჩეჩნებს ინგუშებს და ამათ ერთი სული აქვს როგორმე გარღვეული იყო სტალინგრადის ფრონტი წამოსული იყვნენ აქეთ მხარეზე გერმანელები ბაქოს ნავთობისკენ ვოლგა გადმოელახა სხვადასხვის დიდი უზარმაზარი შეტაკება რომ მოხდა და სტალინგრადში რომ მთელი SS-ის ჯარები შეაწყდა იქ და ამხელა ბრძოლები წავიდა იმის შემდეგ და ნუ ნახევარი მხარე ვოლგის აქეთ მხარე გერმანელებს ეკავათ ვოლგეთ იქით მხარეს ვეღარ გადავიდნენ მაგრამ ხან რუსები საბჭოთა ადმინისტრაციამ და ხან ისინი ხან ერთ დღეს ერთ სახლს ერთი 5 ჯერ და 10 ჯერ იმას იღებდნენ ნუ აღარ იყო ფაქტიურად რომ აეღო იჭრებოდა ეს ტერიტორია გერმანელები ჩამოდიოდნენ უკვე იქითკენ თურქული არმია უზარმაზარი ძალებით უტევდა აჭარის მხრიდან შემოდიოდნენ სხვადასხვა სტალინმა მილიონიანი საბჭოთა არმია დააყენა რომ იქამდე და შეწარმოიდგინეთ ბაქო გასწორე მთელი საქართველოს რომ რაღაცა რო ყოფილიყო შემოჭრა აქ მილიონიანი არმია ეყენა 1 მილიონი კაცი შემოადგენლობის რომ საქართველოში შემოჭრა თურქეთის მხრიდან არ მომხდარიყო ესე იგი თუ სტალინგრადი დაეცემოდა ეს ვარიანტი იწყებოდა ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ თურქეთი რო შემოვიდოდა აქ ეს ხალხი ხოელოდებოდნენ დიდი სიხარულით გერმანჩეჩნები თეთრიცხენი და ოქროსუნაგირით უნდა შევხედროდნენ ამათ ყველა გასასვლელში უხიდან მამაძაღლობების მოსასვლელები იწოდნენ და სტალინმა შვედ ეს ხალხი გადასახლეთ სასწრაფოდ ანუ კონტრა მეხუთე კოლონა რასაც ერქვა საყრდენი ძალა ფაშისტური გერმანისა უნდა იქიდან მოცილებული და მოაცილეს კიდეც ეს გეგმები იყო ჩადებული მაგრამ არ გამოუვიდათ ვერ შემოაღწიეთ ნუ ისინი პიროვნებები იყვნენ ისინი ყველაფერს თვლიდნენ რა ყველაფერზე ჰქონდათ გაანგარიშება ისეთი რომ არ შეიძლებოდა რომ იქ რამე ის მომხდარა რატო ხო არაფერი გექნება შეკითხვა ან დავამატებდი ბატონო ვაჟა ძალიან საინტერესო ამბები მოვისმინეთ ჩვენ და მეც ვეცნობი ხშირად თქვენს ჩანაწერებს სოციალურ ქსელებში და ძალიან უნიკალური ინფორმაცია ინახება მის გვერდზე რომელიც უნდა ქართველებმა წაიკითხონ და ისწავლონ და გაიგონ და გამოიყენონ კიდეც მომავლისთვის თურქეთის თემას შევეხები ახლა მე და სტალინის მონაწილეობას და შემდეგ ბერიასაც ახან საქართველოს ამ ორ ადამიანს და მიწებს შეეხება ამასთან დაკავშირებით ისტორიულად ახლა ვიცით რომ 1500 წლისთვის საქართველოს უკვე დაშლილი იყო 1800 წელს ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოს ჯერ შევიდა რუსულ იმპერიაში უკვე გაერთიანებული მარტო ქართლ და კახეთი იყო და შემდეგ ნახევარი საუკუნის განმავლობაში უკვე დასავლეთ საქართველოსაც და 70-იან წლებში უკვე აჭარას და ართანს და იმასაც ყარსაც რუსეთის იმპერიამ თავი მოუყარა თავისივე იმპერიაში
ეხლა ის რუსული იმპერია მას არ აკეთებდა ქართველებისთვის, კაცებს აკეთებდა თავისი იმპერიისთვის, მაგრამ იმპერიული მმართველობისთვის ხელშესაწყობი იყო არა სამი სამეფოს და ხუთი სამთავროს არსებობა, არამედ ორი გუბერნია გააკეთა და გააერთიანა ეს მხარეები. დასავლეთში იყო ქუთაისის გუბერნია, აღმოსავლეთში თბილისისა. შემდეგ ხდება პირველი მსოფლიო ომი, საბჭოთა კავშირი იქმნება, პროსტორად ჯერ რუსეთის იმპერია იშლება, არის მენშევიკების სამწლიანი ეპოპეა და შემდეგ უკვე ყალიბდება სოციალისტური საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა. ჩვენ სახელმწიფოს დღევანდელი სახელმწიფოს კონტურები მივიღეთ მაგ მომენტში ზუსტად და მან რა თქმა უნდა მიიღო ეს არ იყო ნამდვილი დამოუკიდებელი სახელმწიფო და სახელმწიფოც არ იყო მაგრამ აი ეს რესპუბლიკა მისი ხელმძღვანელობა უკვე ტერიტორია ერთიანი ეკონომიკა უკვე ერთ სივრცეში გაერთიანებული განათლება ეკონომიკა ინდუსტრია მსუბუქი მრეწველობა ერთიანი ჯარი ხო და ქართული შენაერთებიც იყვნენ 20-ან 30-იან წლებში საბჭოთა კავშირის დროს ანუ ის სამხედრო ქართული დანაყოფები არსებობდა მაშინ. ცხენო სანტა ჯარი მქონდა ჩვენ. ხო. რაში თქმა მინდა. ეხლა მე ამ შემთხვევაში არ მინდა რომ მაყურებელს ან ანტისტალინისტად ან სტალინისტად მოვაჩვენო, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინტერესებს ის რაც ხდებოდა, რომ მივხვდე რა იყო იქიდან კარგი საქართველოში და რა იყო ზოგადად ცუდი შეიძლება. ახლა ყველაფერს კარგს არ არსებობს ადამიანი ღმერთის გარდა, რომელიც განკაცდა, ვისაც მარტო კარგი გაიგეთებინოს, ხო? ამიტომ ახლა ამ საკითხებში არ შევდივარ. რაც შეეხება თურქეთთან ურთიერთობას. აი ასე თქვენ ბრძანეთ ბატონო ვაჟა იმ სოციალისტური რევოლუციის ბირთვი, ის ებრაული ბირთვი, რომელიც არსებობდა და ერთი ქართველი იყო მარტო მათ შორის. მათ ხელი მოაწერეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავს. და ბათუმის ოლქი, რომელიც მაშინ არსებობდა, ის დღევანდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია არა. იქ შედიოდა კიდევ სამხრეთ ბათუმის ოლქიც. იქ იყო მურღულის ხეობა იყო, იქ იყო ჩადიოდა იუსუფელამდე ჩადიოდა და მოკლედ დიდი ტერიტორია იყო და ნახევარ დაუკლარჯეთი მაშინ რუსული იმპერიის შემოდიოდა თითქმის ლამისაა რა. და დადგა საკითხი ახლა უკვე ეს მენშევიკები გაქცევას არიან, უკვე აირია, ყველაფერი არეულია, რა უნდა მოხდეს. ხუთი ფაქტი არსებობს, ხუთი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ აჭარა დაუნარჩუნდა საქართველოს. ერთი, ეს არის აჭარის ქართველობა. ეს არის მაშინდელი ხელმძღვანელობა აჭარაში, მემე დაბაშიძე და კიდევ ხიმშიაშვილები და კიდევ რამდენიმე უარი გმირი ხალხი იყო ისინი. მესამე ფაქტი აქ იყო მაზნიაშვილი, რა თქმა უნდა, ოღონდ მაზნიაშვილი მარტო იმდროინდელი დანაყოფებით არ მოღვაწეობდა და არ იბრძოდა აჭარაში მას წითელ არმიელთა ჯგუფებით შეუერთდნენ და ისიც შეუერთდნენ როგორ 2000-ის კაზაკებში. უთხრეს მაშინ მაზნიაშვილი სწორედ აი ორჯონიკიძე რო შემოდიოდა მაშინ ის მომენტო შემოსულების არის ეგ თბილისში აღებული აქვს რომ სანამ შეგეძლია მიხედავდა და უკვე ურეკავენ ლორჩპანძე ურეკავს რომ იარაღს და იმას გაძლევდა. მაზნიაშვილმა სთხოვა. კი, გაუჩნდა ჯარი. მოდი ახლა მოგახმარება მე 2000 კაცს და 2000 კაცი შეხოთაშორ 2000 კაციდან 17 კაცი ქართველი იყო. წითელ არმიელთა რაზმი მიახმარეს, მიიბრძოდა მაზნიაშვილის გვერდით გიგაპაპა ჩემი. ეს მესამე ფაქტორია, მაგრამ ესო დამთავრდა და აჭარა რომ შეინარჩუნა მაზნიაშვილმა ასე დავარქვათ ახლა მოკლედ თურქებმა უკვე ჩაწყნადა სიტუაცია საბჭოთა კავშირი უკვე შექმნილია იქით თურქეთს თავიანთი ათათურქი ყავთ ლიდერად ქემალი და იმათო მოითხოვეს კაცო თქვენო ლენინის მიმართა თქვენო ხელი გაქვთ მოწერილიო და კი მაგრამ როგორ აბა ხელი აზე მოვაწერ აზე მოვილაპარაკეთ ჩვენ ამ ყველაფერზე აზე მოვილაპარაკეთო რა უნდა გაეკეთებინა ლენინს კითხა სტალინს რა ვქნათო გვჭირდება არ გვჭირდება ასეთი საუბარი შემდგარა მათ შორის მან უთხრა ჩვენს გვჭირდება ეგ მარტო კი არა რომელიც ბათუმს შეეხება მაშინ და ავტობსადენი გადიოდა ბაქოდან სად იყო მაშინ ავტობსადენი სოფლიოში ბაქო ბათუმი იყო მარტო გერმანია მაგის დავიკლებდნენ ხო მაგიტო იღებდნენ ბათუმს მაგიტო უტევდნენ ზუსტად ხელოვნური ბენზინი ჰქონდა და გარდა ამისა მურღულის ხეობაში კაცო სპილენძის მარაგებია ქარხანა იქ ქარხანა მარგანეცი ჩვენი კაცო არა ხალხა თურქეთის ტერიტორიაზე ბათუმს თოლს ვილაპარაკო მურღულის ხეობა ხა თურქეთში რაც არის იმაზეა საუბარი ყოფადა რო გადმოვდივართ მოკლედ ხეობა ვილაპარაკო მურღულში უკვე ვერ შევალთო მაგის დაკავება ვერ მომახერხეთო მაგრამ ბათუმი დასაკავებელი არისო სტალინმა დაარწმუნა რომ ეს ჩვენ გვეკუთვნის და გვჭირდება როგორ გვეკუთვნისო როგორ და აქ კიდევ ერთი ფაქტორი შემიძლია მეხუთე ფაქტორი როდესაც შეიქმნა კომისია
ამ სომხეთის საქართველოს თურქეთის საზღვრების გარკვევაზე და შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე ამ კომისიაში მოხდა პავლე ინგოროვა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც იქ დაამტკიცა მამულიშვილი და პატრიოტი 1830-იან წლებშიო, აი რუსები რო იღებდნენ ახალციხესო იმ პერიოდშიო, ბათუმსაც რო უწევდნენ და უკვე აღებულიც რო იყო, მაშინ რუს გენერალს მოატყუილესო თურქებმაო და ჩოლოკ ჭოროხი ერთნაირი წერება ასოები არ აქვს იმას ჭ და ხ და ისინი არ აქვს და მოკლედ ჩოლოქი და ჭოროხი წერდებოდა ერთნაირად და მაშინ მოუტყუილებია თურქებს ეს შენი რუსი გენერალი და იმიტომ ჩარჩა ბათუმი 1830-იან წლებში თურქეთში და ამიტომ აქ რომ ბრესტ-ლიტოვსკი იყო თუ რომელი ხელშეკრულებაც იყო ხელი რომ მოაწერეთო მოსკოვის ხელშეკრულება და არჩევნებიც იყო აქო ჩოლოქ რო წერიაო ეს ჩოლოქს კი არ გულისხმობსო ეს ჭოროხი არისო აი ეს მეხუთე კიდევ ერთი აი ამ ხუთიდან რომელიმე ფაქტორი რო არ ყოფილიყო რომელიც მე ჩამოვთვალე აჭარლები აბაშიძე ხიმშიაშვილები სტალინის და არწმუნა ლენინი მაზნიაშვილი და ინგოროყვა აჭარა დღეს საქართველოში ვერ იქნებოდა ხუთი რომ ყოფილიყო ერთდროულად ეს ერთი ფაქტი მე მინდა რომ ბატონებს წავართო კიდე მეორეს ჩარა მოყვები 30-იან წლებში დავით გარეჯი რომ აღმოჩნდა იქით მხარე რომ აღმოჩნდა რამოდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის ტერიტორია თუ გამოაცხადეს კეშიკი დახის ტერიტორიად გამოაცხადა ხამალიევის მამამისის სახელი გეიდარის სახელი მიანიჭა რომ იცოდეთ იქით მხარეს ის სახელი ქვია რა მომენტში მოხდა ეს ყველაფერი აქ 7 ნოემბერი მოაწყო სააკაშვილმა ვიდრე აირჩიებდა პრეზიდენტად ნოემბრიდან იანვრამდე დეკემბერში მოახდინა ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ მაშინ არც ცოტა არც იმან არც სააკაშვილი აირჩიებდა მონაწილე დამნაშავები გარეწარი მერაბიშვილი ვანო ირაკლი მელაშვილი და ილიჩოვა გარეთ დაბრძანდებიან ხა ხო ახლა რა ხდება დიდი ქართველები არიან როდესაც საბჭოთა კავშირმა 36-ში ახალი კონსტიტუცია მიიღო იქ სხვანაირად ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიაც ეს ერთიანი დიდი რესპუბლიკა უკვე იშლებოდა სამ ნაწილად მოკლედ საქართველოს სომხეთი და აზერბაიჯანი ამიტომ საჭირო იყო ზუსტად განსაზღვრა ტერიტორიებისა სწორედ ბერიან ამ შემთხვევაში დავალება გასცა მაშინ კავკასიის ხელმძღვანელი გახდათ სასწრაფო სტალინთან შეთანხმებით რა თქმა უნდა აზერბაიჯანელები სომხებიც და ის რუკები რომელიც გადამალული იყო მერაბიშვილი ობრძანეთ და კიდევ ნაციონალური მოძრაობის დროს რომ დახიეს და დაწვეს და გადაყარეს რომელიც უკვე აღარ ქონდა ჩვენ ხელში დოკუმენტები როგორ დაგონტკისებინა რომ ეს საქართველოს ტერიტორია არის სწორედ მაშინ 38-ში მოეწერა მას ყველაფერს ხელი. ეს იყო უკვე ბერიას დამსახურება რომ ის ქედზე კი არ გადიოდა ის საზღვარი გადიოდა ქედს დაბოლდა და კიდე რამდენიმე კილომეტრი ნაკლის მცემელისაგენ იქით გადიოდა დაახლოებით 4 კილომეტრი მინიმუმ 4 კილომეტრის იქით გადიოდა იქით დაბლობზე კი აბარა და აი ეს ახლა რაც მიწა შეეხებოდა მოვასარი ამ ორი ადამიანის 8 წელს ქართული მიწების დაცვის საქმეში. ახლა იმასაც ვიტყვი, რაც დღეს ხდება საქართველოში. რა უბედურება ჩვენ დაგვადგა თავზე. ეს უბედურება, რომელიც кайხანია საქართველოს არ ქონია. მე კითხვა, ვინმეს გაუმჩნდება? რატო ხორად და თუნდაც დაეხვდა იმას ეს ხალხი, კაცო. რამდენი დასახურდია 30 წელიწადში გამაგებინეთ ერთი რა. ეს სიკეთე რა შუაში არის აქ რა კეთილები ვარ და არ ხვდავდა კანონში ეს უწერია გამაგებინეთ კაცო ვინც მიწებს ანიავებენ და ამას მიშვრებიან ვინც კოტორის ხეობა და ქსის ხეობა ამ დღეში ჩააგდო ესენი სასოცხლებელი ხალხია კაცო და ვინც ამას ყიდის ისინი მაშინ ისეთი დრო იყო მაშინ რაც ხდებოდა ისე ხდებოდა რა თქმა უნდა უდანაშაულო ხალხის დახროტილები არიან მას მაჩურის ბებიეჩემის მამაც მოყვა წითელი კომისარი იყო და ისიც მოყვა გახროტილების სიაში მაგრამ ბებიეჩემს გარდაცვალებამდე მისი მაისური ბალიშის ქვეშე ისე ეძინა 70 წელიწადი მისი გარდაცვალებით ისე უყარდა მამამისი 11 წელს გოგონა იყო რომ დაუხრდეს მაგრამ აბა გაგებდა და გაებდა ვინმეს და იმ დროინდელი ხელისუფლებას არამედ ცუდი ერქვა ის იმ დროინდელი სახელმწიფოსთვის გაკეთებულს აფასებდა უკვე არა მამამისის დახვრეტიდან, არამედ სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან. რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში შედეგებს ხედავდა. ხო, შედეგებს ხედავდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვილაპარაკოთ დღეიდან. განათლებას ვკლავთ, ეკონომიკას ვკლავთ. 600000 კაცი იყო საბჭოთა კავშირში, სულ ვაიღო 25 წელიწადი სალინიც თუ ამდენიც იყო 28 მართლობისა. 600 კაცი 1000 კაცია სულ დახვრეტილი 30 წელიწადში. მე გეტყვით რომ მე ზუსტად ციფრები ვიცი. ჩვენი გადაცემის დრო ნელ-ნელა ისიც სისხლის სამართალი იყო უბრალესობა რა. წამებია დარჩენილი ჩემ ძვირფას ტელემაყურებლებს პირდები რომ აუცილებლად აი ეს შემოადგენლობა ბატონი დავით გალეგაშვილი ბატონი ბესო ახალშენაშვილი ჩვენ კიდე ბევრჯერ მოგვიწევს ამ თემაზე ამ პრობლემებზე ამ სადგევარზე საუბარი
დღეს კი გემშვიდობებით მე ვაჟა ოთარაშვილი ჩვენი საავტორო გადაცემით ჩემი და დათო გალეგაშვილისა იყიდება საქართველო. სამწუხარო ის არის რომ აი სწორედ იმ კომუნისტური რეჟიმის დროს ამ ორმა დიდმა ქართველმა იოსებ ჯუღაშვილმა სტალინმა და ლავრენტი ბერიამ შეინარჩუნეს საქართველო, მისი ტერიტორიები, მისი ისტორიული ძეგლები და დღევანდელი გარეწარი ხელისუფლება სიონისტებზე სულ წაწმედილი ხელისუფლება და სულ მიყიდული ხელისუფლება ჩვენ ქართულ მიწაწყალს ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაწყალს უყიდის ჩვენ მომავალ თაობას. მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის კარგად ძანდებოდეთ ჩემო ქართველებო. ნახვამდის კარგად იგავით. არავის არ აქვს, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, არავის არ აქვს უფლება გაყიდოს